ტულუზა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ბოლო ინფორმაცია და კადრები, რომელიც ქრონიკის ევროპის ბიურომ ტულუზაში სპეცოპერაციის დროს გადაიღო. სოფო ზურაბიანი საფრანგეთიდან. თქვენ ახლა ხედავთ კორპუსს, რომელშიც მუჰამედ მერა ცხოვრობდა, 23 წლის ტერორისტი. ამ სახლის ირგვლივ 32 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. დღეს აქაური დროით 11 საათსა და 30 წუთზე დაიწყო შტურმი. პოლიციამ შენობაში შეღწევას სცადა, რასაც ტერორისტის მხრიდან ცეცხლის გახსნა მოყვა. საპირფარეშოში გამაგრებული მუჰამედ მერა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა, საბოლოოდ კი ფანჯრიდან გადმოხდა. ამ გასროლის ხმებით ჟურნალისტებმა გაიგეს, რომ შტურმი დაიწყო შენობაში, სადაც გამაგრებული იყო მუჰამედ მერა. შტურმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ტელეკომპანია იმედმა პირველი დადასტურება მიიღო. ოფიცერი მარტინესი ქრონიკას პირდაპირ ეთერში udasturებს, რომ შტურმის შედეგად მუჰამედ მერა ლიკვიდირებულია. Is he dead? Yes, he is dead, yes. He's dead. You confirm that? Yes, I confirm. Okay, thank you so much. ოპერაციას ადგილიდან პირადად ხელმძღვანელობდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. შტურმის დასრულების შემდეგ მან კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. მკვლელთან ჩვენი ბოლო კონტაქტი გუშინ შედგა. განვაცხადეთ, რომ ღამის 11 საათზე დავიწყებდით იერიშს, თუმცა ამის ნაცვლად კვლავ მოლაპარაკება ვარჩიეთ. დღეს დილის 11-ის ნახევარზე კვლავ ვცადეთ მასთან დაკავშირება, მაგრამ საპასუხო რეაქცია არ მიგვიღია. სპეცრაზმი 12-ის ნახევარზე შეიჭრა მის ბინაში აუდიო და ვიდეო აპარატურის თანხლებით, რათა ოპერაციის დასრულებამდე ბინის დათვალიერება ფრაგმენტულად მაინც მოგვეხერხებინა. თავდაპირველად ბინაში ადამიანის ყოფნის კვალი არ ჩანდა. შემოწმდა შესასვლელი ოთახი და ტუალეტი. ტერორისტი სააბაზანოში იმალებოდა, საიდანაც ცეცხლი გაუხსნა სპეცრაზმელებს და ოთახიდან გაიქცა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ბოლოს მუჰამედ მერა ფანჯრიდან გადახტა ისე, რომ სროლა არ შეუწყვეტია. იგი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, პირადად დაადასტურა, რომ მუჰამედ მერა მკვდარია. სოფო ზურაბიანი, დავით გელენიძე, იმედის ევროპის ბიურო ტულუზადან, სადაც სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ პოლიციელები ფრთხილად შევიდნენ ფანჯრიდან და კარებიდან შენობაში, სადაც მუჰამედ მერა იყო გამაგრებული. საპირფარეშოდან მუჰამედ მერამ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 3 პოლიციელი დაიჭრა, ერთი ამ დრომდე კომაშია. მუჰამედ მერა ფანჯრიდან გადმოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა. მოგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის დასრულებას 32 საათი დაჭირდა. ბორდოს სამედიცინო ინსტიტუტზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხედრის იდენტიფიკაცია უკვე მოხდა. მას აღინიშნება დაზიანებები თავის არეში. რაც შეეხება ლიკვიდაციის პროცესს, ტერორისტს იარაღი და ტყვიები ჰქონდა ჯინსის შავლის ჯიბეში ჩაწყობილი. მის საიმაზე აღმოვაჩინეთ ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები. ბინიდან ამოღებულია 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე კოლტის სისტემის იარაღი და ჩანთა. მუჰამედ მერამ იერიშის დროს სამართალდამცავებს ესროლა, რომელთაგან 3 დაშავდა. სპეცოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე წუთში პირველი კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკეთა. ნიკოლა სარკოზიმ თქვა, რომ სამართალდამცავები ცდილობდნენ ცოცხლად დაეყვანათ ტერორისტი, თუმცა მისი ლიკვიდაციით დასრულდა სპეცოპერაცია. ჩემო თანამემამულენო, ტულუზასა და მონტოვაში ჩადენილი მკვლელობის ავტორი გარდაცვლილი და იდენტიფიცირებულია. დაღუპული ბავშვების, პედაგოგისა და ჯარისკაცების ოჯახებს მინდა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრო. სამართლიანობა მიზაიმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მოვალეობას თავით შინებულად გაართვა. ბოროტმოქმედი მართლმსაჯულების წინაშე მართალია ვერ წარსდგა, თუმცა იგი უკვე ლიკვიდირებულია. ტერორისტმა საფრთხე შეუქმნა ჩვენ საზოგადოებას, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ერთიანობის შენარჩუნება. სპეცოპერაცია დასრულებულია, მუჰამედ მერა ლიკვიდირებული, თუმცა თქვენ თავად ხედავთ, რომ ამ დრომდე გადაკეტილია ტულუზას ქუჩები. ეს იყო ბოლო ინფორმაცია ტულუზადან. სპეცოპერაციის მეორე დღე. შედეგი: ტერორისტი ლიკვიდირებულია.